ჩვენ გასულ კვირაში გავაკეთე მე განცხადება, მოუწოდე ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ. ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა. დღეს 4 პოლიტიკური პარტია იყო შეკრებილი პირველ შეხვედრაზე, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი, ძალიან ძლიერი სპეციალისტები, რომელთაც აერთიანებს ერთი რამ. ხელისუფლება ქვეყანაში უნდა შეიცვალოს. უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ საქართველოს დაიწყოს ნორმალური ცხოვრება. უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ განვითარება შევიდეს თითოეულ ოჯახში. უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ სოციალურად გაჭირვებული ადამიანები არ გვყავდეს. აი ხა მე დამაგვიანდა თქვენთან ეთერში მოსვლა და ვიყავი საკრებულოს სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელს ხვდებოდი. აი ესეთი ადამიანები აღარ უნდა იყვნენ საკრებულოში, პირდაპირ გეუბნებით. ესეთი ადამიანები აქ იყო საუბარი უფასო სასადილოებთან დაკავშირებით, ჩემს Facebook live-ზე შეგიძლიათ ყველას ნახოთ რა შეხვედრა იყო. ადამიანები, რომლებიც თავიდან ირიდებენ პასუხისგებლობას. ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ თურმე მათი საქმე არ არის უფასო სასადილოებში რა ხდება. ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მათი საქმე არ არის რევიზია მერიის საქმიანობის. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს და თუ გვინდა რომ ჩვენ რეალურად თბილისიც, ჩვენი რეგიონებიც, ქალაქებიც იყოს წარმატებული, ქართულმა ოცნებამ არჩევნები უნდა წააგოს. ამისთვის აუცილებელია მაქსიმალური კონსოლიდაცია და გაერთიანება. იდეა, რომლის გარშემოც ვერთიანდებით, ეს არის ახალი საქართველო, წარმატებული საქართველო, საქართველო, სადაც ყველასთვის არის თავისი ღირსეული ადგილი. ძალიან მაგარი გამოხმაურება იყო სოციალურ ქსელებში, Facebook-ის მეშვეობით, ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე და დიდი მადლობა მინდა უთხრა უცხოეთში მყოფ ადამიანებს, რომლებსაც რაღაცა იმედი ჩაესახათ ამ მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ უნდა გადავდოთ უკან ის რაღაცა პერსონალური პრობლემები, ის რაღაცა დაპირისპირებები, რაც იყო. თუ გვინდა ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის, მაშინ ერთიანი ძალით ამის მიღწევა არის შესაძლებელი. აქ ლაპარაკი დაზუსტება მინდა ერთი რაღაცის. აქ ლაპარაკია პოლიტიკურ პარტიებზე თუ როგორც მივხვდი, არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებზე არის. არა მხოლოდ, იმიტომ რომ დღეს მაგალითად ჩვენ შეხვედრაზე იყო ნიკა ვაშაკიძე, ჩვენ შეხვედრაზე იყო მამუკა გამყრელიძე, ძალიან მაგარი ადამიანები. რა ვიცი, ნიკა ვაშაკიძის ციგნი თუ ვინმე წაგიკითხავთ ახალ საქართველოსთან დაკავშირებით, ეს ძალიან საინტერესო რამ მოხდა, რომ ჩვენ პარტია შევქმნით ახალ საქართველოს ტექნიკურ განვითარებაზე. ნიკა ვაშაკიძე ჩართვა ჰქონდა თქვენ სანამ მოხვიდოდით ასე. და ძალიან საინტერესო რამ მოხდა, იცით, რომ მას აქვს ციგნი, აი ფაქტობრივად ეს არის ახალი იდეოლოგია, პლატფორმა, რომელზეც უნდა ავაწყოთ ჩვენ ახალი თაობის პოლიტიკური განვითარებას და ქვეყნის განვითარება რა ახალი საქართველოსთვის. და ძალიან მაგარი თანხმედრა მოხდა, ეს აბსოლუტურად ცალცალკე გუნდებში ჩამოყალიბდა ეს იდეები და ეხა მე ძალიან მიხარია, რომ ეს შეერწყა ეხლა ერთმანეთს და ამ ერთიანი რაღაც გვინდა შევთავაზოთ ყველას. გადავდოთ უკან მეორე, მესამე, მეშვიდე ადგილებისთვის ბრძოლა. ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის. მოვიკლათ ამბიციები და ქვეყანა დავაყენოთ ფეხზე. ეს არის რაც შეეხება პერსპექტივას ამ გაერთიანების. 4 პოლიტიკური ძალა სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის, ევროპელი დემოკრატები, მოძრაობა ახალი საქართველოსთვის და თქვენი პარტია ახალი საქართველო. ეს 4 პარტია საუბრობდით დღეს და ის ადამიანები, რომლებიც თქვენ ახსენეთ. მაგრამ ექნება თუ არა ამას გაგრძელება და რა სახის გაერთიანების პერსპექტივა აქვს თქვენს ინიციატივას? მე ვამბობ კონკრეტულ რაღაცას. გაგრძელება ექნება, უკვე შემდეგი ღონისძიება გვექნება პარასკევს, სავარაუდოდ ქორთიარდ მარიოტში, სადაც უკვე კონკრეტულად ვისაუბრებთ იმ ფუნდამენტურ პრინციპებზე, რის გარშემოც ვერთიანდები და ჩვენ ამას მოვაწერთ ხელს. ეს პოლიტიკური პარტიები და ცალკეული ძალიან საინტერესო პირები, რომლებიც ჩვენ შემოგვერთნენ და შემდგომში უკვე დავიწყებთ, რა თქმა უნდა, კარებს ღიას ვტოვებთ და ყველასთან გვინდა კომუნიკაცია. გვაქვს ძალიან წყობრი სტრატეგია აგებული, როგორ მოვახდინოთ ლუსტრაცია იმის, ვის უნდა გამარჯვება, ვინ იბრძვის მხოლოდ ოპოზიციონერობისთვის, ვის უნდა ქვეყნის ფეხზე დაყენება, ვინ იბრძვის მხოლოდ იმისთვის, რომ სკამი მოიპოვოს საკრებულოში თუ მერიაში და ასე შემდეგ რა. აი ამაზე გვექნება ჩვენ. ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანი რამ მთავარი რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. NDA-ს კვლევამ რა აჩვენა? 30%-ია ის მაქსიმუმი, რომელიც შეიძლება ქართულმა ოცნებამ აიღოს. მეც ის ვერ აიღებს. დანარჩენი 70%-ის გაერთიანების ერთადერთი შანსი არის გავერთიანდეთ. ეს არის ერთადერთი შანსი. კონსოლიდაცია მოვახდინოთ. ძალიან ბევრი საუბრობდა დღეს, რომ აი კანდიდატს რა, იმის კანდიდატს დავაყენებთ, ამის კანდიდატს დავაყენებთ და ასე შემდეგ. პრაიმერი დავიმახსოვროთ ეს სიტყვა. კი, მაგრამ ნახეთ, აი ვითარებას თუ დავაკვირდებით, ნუ ამ გაერთიანების შექმნის ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ მერის კანდიდატიც გამოავლინოს, ხომ ასეა? უკვე ყავს თავისი კანდიდატები ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ საქართველოს არის ალექსანდრე ელისაშვილი და ყავს, ნუ ქართულ ოცნებას გასაგებია, ხო? მაგრამ როგორ უნდა შედგეს მაშინ, ვის შორის უნდა გაიმართოს კიდევ კონსულტაცია, თუ კი უკვე არსებობს
არსებობს მერის კანდიდატები და თქვენ ამბობთ რომ პრაიმერის უნდა ჩაატაროთ. ასეთ შემთხვევაში როგორ იქნება ეს? ძალიან მარტივია, სამართლებრივად რო გვაქვს, არც ერთი ეს კანდიდატი ოფიციალურად რეგისტრირებული ჯერ არ არის, იმიტომ რომ არჩევნები გამოცხადებული არ არის. ძალიან კარგია რომ მათ გაცხადებული აქვს საკუთარი ინტერესი მერობასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ რომ ღირსეული ადამიანები არიან და მათ უნდა მიიღონ ძალიან კონკრეტული გამოწვევა. თუ ვიბრძვით გამარჯვებისთვის, მოდით ჩავატაროთ პრაიმერი თუნდაც ამ კანდიდატებს და შეიძლება სხვა კანდიდატებს შორისაც ვინ შეიძლება დასახელდეს ამ პოზიციას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აბა სხვა როგორ უნდა გავერთიანდეთ? ეხლა მოიცა რა, კულუარებში ჭიდაობა დავიწყოთ, არა ჩემი კანდიდატი უკეთესია, არა შენი კანდიდატი უკეთესია. ერთმანეთს ასე ვთქვათ, ჭიდაობა დაუწყოთ, რომ აი შენ ასეთი ხარ, შენ ისეთი ხარ. რა გვინდა ჩვენ? ხელისუფლების სრულება გვინდა? რეალურად შედეგი გვინდა დავაყენოთ, რომ ქვეყანა ფეხზე დადგეს, კონსოლიდაცია მოხდეს იდეების გარშემო და არა უბრალოდ კულუარული გარიგებების გარშემო, თუ გვინდა რომ ისე რაღაცა გავიდეთ არჩევნებზე, ვიღაცამ აიღოს 17%, ვიღაცამ 7%, ვიღაცამ 5%, ვიღაცამ 3% და ამით ყველაფერი ჰაერში დარჩეს? მე მგონია რომ აბსოლუტურად მაგრამ აი გაერთიანების მაგივრად ისე ხომ არ აღმოჩნდება რომ პირიქით კონკურენტად იქნებით აღქმული, იმიტომ რომ თქვენ თამაშობთ ოპოზიციურ ველზე, ამ ელექტორატისთვის იბრძვის ყველა ეს კანდიდატი, ვინც ახლა მე ჩამოვთვალე და თუ კი თქვენ ქმნით ახალ გაერთიანებას, რომელმაც შესაძლოა თქვენ ან ვინმე სხვა დაასახელოს მერის კანდიდატად, თქვენ მათთან შედიხართ კონკურენციაში. გაერთიანება კი არა, კონკურენტები იქნებით და მათ ხმებს წაართმევთ. ზუსტად მაგას ვამბობ რა, რომ არ ვიყოთ კონკურენტები, უნდა გავერთიანდეთ. რომ არ ვიყოთ, როგორ მქონდეს დაძაბულობა გაერთიანების დროს, უნდა იყოს სიის პრაიმერიც, მაჟორიტარების პრაიმერიც, მერობის კანდიდატების პრაიმერიც, გამგებლობის კანდიდატების პრაიმერი. ეს უნდა იყოს. აბა ამ შემთხვევაში მოხდება კონსოლიდაცია აბსოლუტურად ყველასი და ყველა ერთად გავა არჩევნებზე. აბა სხვა შემთხვევაში ხა რა თქმა უნდა კონკურენტები ვიქნებით. მე მაგას ვებრძვი, რომ ვიქნებით კონკურენტები ოპოზიციურ ველზე, იმიტომ რომ 70%, რომელიც შეგვიძლია ჩვენ წავიღოთ როგორც ოპოზიცია, იმიტომ რომ არ აძლევს ხელისუფლებას ხმას ეს 70% მოსახლეობის, ისე დაიჭეხება რომ ხელისუფლება დაიწერს თავისთვის 55%, 50% ან 45%, რომელიც საკმარისი იქნება მისთვის გამარჯვების გასაფორმებლად, ისევე როგორც მოხდა შარშან. შარშან რა მოხდა? გაგახსენებთ, ხელისუფლებამ აიღო 48% თუ 59%, 50%-იც კი არაუღია, მაგრამ რა მოხდა? მათ მიიღეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც დღეს ყოველდღიურად პრობლემას გვიქმნის. ყოველდღიურად ქვეყანას უკან-უკან ხევს. ხედავთ რა ხდება კონსტიტუციაზე. და აქვე შეგახსენებთ, ნახეთ რა მოხდა, როგორც კი ოპოზიციურმა პარტიებმა კონსოლიდირებული პოზიცია ჩამოაყალიბეს კონსტიტუციასთან დაკავშირებით, როგორც კი პრევენციულად ჩვენ ფაქტობრივად გავაჩერეთ პროცესი, რომ ქართულ ოცნებას უნდა და ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკება და ეს პროცესიც როგორც კი გაჩერდა, ნახეთ რა ხდება, დღეს მივიღეთ ბუკიკიოს წერილი, რომელიც ამბობს, რომ ერთადერთი გზა სწორი კონსტიტუციური ცვლილებების არის ფართო კონსენსუსი და პირველი პრეცედენტი შექმნა ევროპამ ვენეციის კომისიის მეშვეობით, რომ ამბობს, რომ მე ვიქნები მოდერატორი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ამ მოდერირებით მივიღოთ კონსტიტუცია, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ ქვეყანად აქცევს, იმიტომ რომ ევროპას სჭირდება დემოკრატიული საქართველო. მას მაინტერესებს ერთი რამ კიდევ ქვეყანა. დიახ, მე მაინტერესებს ერთი რამ კიდევ თქვენ თქვით რომ კონსულტაციები გაგრძელდება. მე ჩამოგითვალეთ ის ძირითადი კანდიდატები მერობის. თქვენ ახლა საჯაროდ ეთერებით მიმართავთ თუ აიღეთ ტელეფონი და დაურეკეთ მაგალითად ნაციონალურ მოძრაობაში ევროპულ საქართველოში ელისაშვილთან დარეკეთ თუ არა და უთხარით რომ მოდი შევხვდეთ და ვისაუბროთ. მე არ დამირეკავს პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ ალბათ მნიშვნელოვანია პარასკევი დღე, სადაც უნდა ჩამოვაყალიბოთ პრინციპები ამასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ცხოვრად გათვლილი ნაბიჯები და აუცილებლად მივმართავთ თითოეულ მათგანს რა. პერსონალურადაც მივმართავთ, თუ საჭირო იქნება დაურეკავ არც ამის არ მერიდება, თუ საჭირო იქნება დაველაპარაკები კიდეც არც ამის არ მერიდება. ეს ყველა ადამიანი სხვათა შორის არის ადამიანი, რომელიც ახალი პოლიტიკური კლასის ჭრილ წრილში ძალიან კარგად ჯდება. მე ვფიქრობ რომ ამ ადამიანების კონსოლიდაციით და გაერთიანებით ჩვენ გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. კარგი და მაინტერესებს იმaks რომ ამ ადამიანებსაც გამოადგებათ ის პრაგმატული და საქვეყნო ასე ვთქვათ პოზიცია, ხო, სახელმწიფოებრივი პოზიცია, რომ არ ჩავიკეტებით ეხლა რაღაცა პატარ-პატარა ჩვენს ნაჭუჭში, არ ვიქნებით იმ მე გეტყვით ვისგან იქნება უფრო პრობლემა. უფრო პრობლემა იქნება ასე ეგრეთ წოდებული კულუარების ლომებისგან. მიხვდით, ანუ აი კულუარებში რომ მაგრები არიან და საჯარო სივრცეში რომ მათ ადგილი არ აქვთ. მიხვდით, თავის ადგილს პოულობენ მარტო იმიტომ რომ კულუარებში არიან მაგრები. აი ეს გვაქვს ჩვენ გადასატეხი ოპოზიციაში. კულუარები გვაქვს მოსასპობი და ამის მოსპობის ერთადერთი შანსი არის პრაიმერი. გაერთიანება მოხერხდა
მოხერხდება თუ არ მოხერხდება თქვენი აზრით და დაკვირვებით და გამოცდილებით მეორე ტური მოსალოდნელია აუცილებლად თბილისში როგორი კონფიგურაციითაც არ უნდა მივიდეთ თუნდაც ამ კონფიგურაციით მე გეტყვით რომ თუ დაშლილი წავა ოპოზიცია არჩევნებზე სრული შესაძლებლობა არის მით უმეტეს ახალი კანონით რომელიც საარჩევნო კოდექსში შეიტანა ცვლილება ქართულმა ოცნებამ როგორც იცით ვეტო გადალახეს მათ შეიტანეს ცვლილება ამ კანონით გაყალბებითაც შეუძლიათ ჩაიწერონ პირველივე ტურში გამარჯვება პირდაპირ გეუბნებით ეს შეიძლება არ მოხდეს ერთ-ერთ შემთხვევაში გაერთიანებისა და კონსოლიდაციის შემთხვევაში სხვა შემთხვევაში ძალიან ძველი ასე ვთქვათ ანდაზაა რომელშიც არის რომ მამა შვილებს უყვება ხო რომ ისა წყნელს რო გადატეხავს ხო სათითაოდ როგორ დაამტრევს და ყველა ერთად რო შეერთებენ ვერ დაამტრევენ ხო ზუსტად აი ეს პრინციპია ანბანი რომელსაც ჩვენ ვსწავლობთ პირველ კლასში მეორე კლასში აი ეს არის თუ ჩვენ ვართ გათითოკაცებული ჩვენ დაგვამტრევენ და ისინი გაიფორმებენ გამარჯვებას მეორე ტურში შეეცდებიან რომ არ გადაიტანონ ეს ბრძოლა პირდაპირ გეტყვით იმიტომ რომ მათ ასე ვთქვათ გათითოკაცებულ ოპოზიციაში უპრობლემოდ ფიქრობენ რომ ამ ყველაფერს გააკეთებთ არაფორმალური მმართველობის ძირითადი ინტერესი რაც არის დღეს ქვეყანაში არის სწორედ ეს გათითოკაცებული ოპოზიცია მე მინდა კიდევ ერთ რამეს გაუსვა ხაზი დღეს Facebook-ზე ძალიან ბევრი მწერდა რომ აი რატო წახვედი ნაციონალურ მოძრაობიდან თუ ისე უნდა გაერთიანდეს მე არ ვსაუბრობ მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობასთან გაერთიანებაზე მე ვსაუბრობ ყველა და ჩვენ ვსაუბრობთ ეხლა დღეს ვინც უკვე ჩვენ იმიტომ რომ ჩვენ შევიკრიბეთ უკვე და არა მე და მარტო ჩვენი პოლიტიკური პარტია ჩვენ ვსაუბრობთ აბსოლუტურად ყველა პროდასავლური პოლიტიკური პარტიების გაერთიანებაზე ყველას მნიშვნელობა არ აქვს რეიტინგი მაღალი აქვს დაბალი აქვს აქტიურია პასიურია მთავარია რომ ყველას უნდადეს გულით ქვეყნის ფეხზე დაყენება აი ამ პრინციპით მოსული ხელისუფლებაც იქნება ყველაზე სწორი და სამართლიანი ხელისუფლება იმიტომ რომ შიდა კონკურენციების და არა ასე ვთქვათ აპარატჩიკული გადაწყვეტილებებით შექმნილი პოლიტიკური ძალები გაცილებით მეტ შედეგს მოუტანენ საზოგადოებას. კი ბატონო და მე მაინტერესებს ბოლოს ბევრი დრო არ დაგვრჩა თავად თქვენი პოლიტიკური ამბიცია მერობის კანდიდატობასთან დაკავშირებით როგორია შეიძლება არ შედგეს ეს გაერთიანება ან რაღაც ფორმით შედგეს ხომ ეს არ ვიცით ჯერ მაგრამ თქვენ ხართ მზად იმისთვის რომ იყოთ მერობის კანდიდატი თქვენ გსურთ რომ იყოთ კანდიდატი პირველ რიგში მე ვარ ოპტიმისტი და მე იმედი მაქვს რომ ეს მე მინდა მიმართო ყველა აი იმ 70%-ს რომელიც ფიქრობს რომ ქართული ოცნება გარანტირებულად აუცილებლად შესაძლებელია დღეს რა ეს კანდიდატებთან მიმართებაში იყო თბილისის მერთან თორე გაცილებით მეტი ამბობს პოლიტიკურ ასე ვთქვათ რეიტინგებს თუ გადავხედავთ იქ რაღაც 23 თუ რამდენი პროცენტი ქონდა ქართული ოცნებას აღარ მახსოვს 70-80% ვინც არის მე მინდა ვთხოვო ყველა მხარდაჭერს რომელიც მხარს უჭერს საკუთარ პოლიტიკურ პარტიას შეიძლება მე არ მოგწონო არ შეიძლება ვიღაც არ მოგწონთ ძალიან გთხოვთ იაქტიურეს თქვენს თქვენმა ლიდერებმა თქვენი გულის თხმიერებიდან თქვენი გულიდან ამოძახილით უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ნუ მისცემთ იმის გარანტიას რომ სადაც არ უნდა იყო რა ვითარებაში არ უნდა იყო მაინც ხმას გაძლევთ იმიტომ რომ ამით ისინი სარგებლობენ და ამით ისინი კეტავენ პოლიტიკურ პროცესს და ამით ისინი ეგუებიან პირდაპირ გეუბნებით ქართული ოცნების მართლობას კიდევ ერთხელ დაგისვამთ მაშინ თქვენი პოლიტიკური ლიდერები რაც შეეხება ჩემს კვლევებში რომ თქვენ არ ხართ ოფიციალურად არ დაგისახელებია თქვენი კანდიდატი მაგრამ კვლევებში გამოჩნდით და ეს საინტერესო დეტალია. ამიტომ გეკითხებით კიდევ ერთხელ თქვენს პირად ამბიციაზე კანდიდატობასთან დაკავშირებით. ჩემთვის ამ კვლევებში გამოჩენა საკმაოდ დიდი სიურპრიზი იყო, იმიტომ რომ არა ვარ კანდიდატი, არ დამისახელებია, თუმცა თბილისში არის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ უნდა რომ გიორგი ვაშაძე იყოს მერობის კანდიდატი, როგორც მინიმუმ და მერი. მე ვფიქრობ, რომ ამაზე შევთანხმდებით უკვე გუნდში, უკვე გაფართოებულ გუნდში, ვინ უნდა იყოს მერობის კანდიდატი. პირდაპირ გეტყვით, ჩემი მთავარი მიზანი და ამოცანა არ არის ბრძოლა მერის სკამისთვის. ჩემი მთავარი და მიზანი და ამოცანა არის გაერთიანება, კონსოლიდაცია და გაერთიანებული ძალებით ქართული ოცნების დამარცხება. იმიტომ რომ მართლა გულწრფელად ვფიქრობ, რომ საქართველოში აი ფანტასტიკური რაღაცების გაკეთება შეიძლება. აი ხანდახან მაჟრიალებს ხოლმე ამას რომ და გული მწყდება, მეტირება რომ ათასობით ჩვენი აი გონება გახსნილი ჭკვიანი ექსპერტები, რა ვიცი, მუშაობენ სხვადასხვა ქვეყნებში, ზოგი ჩვენთან ერთად, ზოგი დამოუკიდებლად. ვერ ნახავ ჩვენს რეგიონში ქვეყანას რუსეთის ფედერაციის გარდა, სადაც საქართველოსთან არ არის წარმომადგენელი ექსპერტი, რომელიც რეფორმებზე არ მუშაობს. ვერ ნახავთ უკვე ევროპაში ქვეყნებს, სადაც არ არიან ქართველები მუშაობენ. აი სერგო ჩიხრაძე ესტონეთის ჯანდაცვის სისტემას უწევს, წარმოიდგინეთ, ეს ადამიანი εμას, რა ქვია, კონსულტაციებს, ეხლა მეტი რა უნდა იყოს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი გუნდი ჩიკაგოში მუშაობს და რეფორმებს ჩიკაგოში ვაკეთებთ. გასაგებია, გმადლობ, ჩვენი დრო ამოიწურა, თუმცა თუ ეს ჩემი მიერ ჩამოთვლილი კანდიდატები არ ვიცი რამდენად ეს შესაძლებელია, მაგრამ თქვათ დაუშვათ თეორიულად, რომ რაღაც პრაიმერში
საკითხებში მიიღეს მონაწილეობა, აქ თქვენი შანსები როგორც მერის კანდიდატისგან მცირდება, ხო, ასეა? რა თქმა უნდა. ხო, ასეთ შემთხვევაში, მაგრამ თუ კი ეს გაერთიანება არ შედგა და შედგა რაღაც სხვა ფორმით, აქ თქვენი შანსები იზრდება. ასე არ არის? ჩემი პერსონალურს ამბობთ? დიახ. ჩემი პერსონალური შანსები არის მაშინ, ჩემი თავარი შანსი რაც მინდა რომ პირდაპირ გეტყვით სიტყვას რეალიზება გაუკეთოთ, ამ შანსს არის ქართული ოცნების დამარცხება. მე ამ შანსს ხედავ და ეს შანსი მინდა გამოვიყოთ. რაც შეეხება კანდიდატობას, ეხლა დღესთვის ვიჯექით უბრალოდ რა მრგვალმაგიდასთან. რა ვიცი ხა, ყველა ამ ადამიანიდან არის ძალიან მაგარი პიროვნება, რა ვიცი, თუ გინდაც ნიკოლოზ ვაშაკიძე რა. მე გამაუცა ამ ადამიანის სიგნმა, ესე მეგონა რომ ჩემი გულის სათქმელი დაწერა ამ ადამიანმა, რაც წავიკითხე, ხო და ეხლა იგივე ძალიან მაგარი კანდიდატი იქნება, იგივე რა ვიცი მამუკა გამყრელიძე ძალიან მაგრად იცნობს თბილისს. რა ვიცი, ყველა ძალიან მაგარი ხარ. როგორ გითხრათ მე რომ მე ვიქნები გინდა თუ არა და სხვა არ იქნება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის მიზანი თავარი არის, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. იმისთვის რომ ქვეყანამ დაიწყოს. გიორგი ვაშაძე, ახალი საქართველოს ლიდერი იყო ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა მონაწილეობისთვის. ჩვენ 4 საათზე შევხვდებით ერთმანეთს. მადლობა. ტელეკომპანია პირველი წარმოგიდგენთ. სასტუმროები, ბინები, აგარაკები და კერძო სახლები. მშენებლობა და სამშენებლო მასალები. დიზაინერები და არქიტექტორები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ვიყურეთ ყოველ შაბათს 23 საათს. უძრავი ქონება.